ეჯაკ. მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები არიან ჩვენთან სტუდიაში. ნება მიბოძეთ გაგაცნოთ სალომე სულაბერიძე, კარიერის მენტორი და მარიამ მებურიშვილი, HR ბიზნეს პარტნიორი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა, მადლობა, კარგად თავად. კარგად, მადლობა. გამარჯობა და მოგესალმებით მეც. ძალიან საინტერესო საკითხს შევეხებით. დღეს დარწმუნებული ვარ ჩვენი აუდიტორიისთვის ბევრ საინტერესო ინსაიტს გავაჟღერებთ. სხვათა შორის წინა ეპიზოდებში გვქონდა ამაზე საუბარი და სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ ამ თემაზე რაღაც უფრო ვრცლად გვესაუბრა და უფრო მეტი დრო დაგვეთმო ამ ყველაფრისთვის. ძალიან საინტერესოა, ჩვენი პოდკასტი ზოგადად მარკეტინგის გარშემო ტრიალებს, თუმცა ცხადია, შეუძლებელია მოკლედ ჩვენს ინდუსტრიაშიც ადამიანების გარეშე ნებისმიერი საქმიანობა, განსაკუთრებით როცა ტალანტებს ეხება საქმე, როცა კრეატივზე გვაქვს საუბარი, როცა ეს ჩვენ ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ქვე კატეგორია არსებობს გულისხმობ პროფესიების დონეზე, ხო, იქ რაღაცა დიზაინერები, კოპირაითერები, ართ დირექტორები და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად სააგენტოები ვაწყდებით ხოლმე ძალიან ბევრ პრობლემას. თქვენ ხართ ადამიანები, რომელსაც ძალიან ბევრი წელია უკვე ამ მიმართულებით მუშაობთ, გაქვთ გამოცდილება და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებს ძალიან ბევრი დამწყები ტალანტი, ესე რომ ვთქვათ. და დარწმუნებული ვარ, კარგ რჩევებს მივცემთ. პირველი ალბათ ლოგიკური იქნება, რომ დავიწყოთ ბრენდის, უფრო კომპანიები, ესე დავარქვათ რა, კომპანიის გადმოსახედიდან რო შევხედოთ, რა ხდება დასაქმების კუთხით, ან რეკრუტინგის კუთხით, ხო არ ვიცი, შეიძლება რაღაც ტერმინი არასწორად თქვა, თქვენ შემისწორეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხო, ესე შევაფასოთ, რა პრობლემები არსებობს, რა კარგად გვაქვს, რა გვიჭირს და რა პროცესია ზოგადად ეგ კომპანიაში. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო თემაა, რადგან ზოგადად დასაქმების კუთხით და რეკრუტინგის შერჩევის კუთხით ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, მაგრამ სწორად აღნიშნე, რომ მარკეტინგის ბრენდის მიმართულებით ასევე რაღაც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი არის გამოწვევები. თავიდანვე რაც მინდა ერთი აღვნიშნო, რომ ჩემთვის როგორც HR-ისთვის თან გულწრფელად ხა მიცნობ, კარგად დიდი ხანია და იცი, რომ საკმაოდ ახლოს ვდგავარ მარკეტინგის ნეტვორკთან თუ სფეროსთან. რთულია ამ მიმართულებით, განსაკუთრებით რთულია ამ მიმართულებით ადამიანის თანამშრომლის შერჩევა, ბევრ ეტაპს მოიცავს. გარდა იმისა, რომ თავი დავანებოთ იმ ნაწილს, რომ ბაზარზე რა საშუალება, რამდენად პროფესიონალი, არაპროფესიონალი, როდესაც ბრენდი არჩევ ბრენდინგის კუთხით თანამშრომელს, ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინო. იმაზე ბევრად უფრო მეტი soft skill-ების, ფასეულობების და ღირებულებების ნაწილში, რაც შეიძლება პირობითად გაითვალისწინო ფინანსების ანალიტიკოსი ან მსგავსი ტექნიკური პროცესების კუთხით. იმიტომ რომ ბრენდინგში არჩევ ისეთ ადამიანს, ბრენდინგის კუთხით იქნება ეს მარკეტერი, დიზაინერი, content creator-ი, copywriter-ი, ბევრი მიმართულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას შენ ბრენდთან. ძალიან რთულია ეს ახლოს დგომა ღირებულებების ნაწილში დაფარო გასაუბრებების პროცესში ან მხოლოდ დავალებებით ან ტექნიკური კუთხით, ამიტომ არის საკმაოდ ისეთი დიდი გამოწვევა ამ კუთხით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც მე როგორც HR-ი ამ ნაწილში ვაწყდები, ცოტა ხნით გვერდზე რო გადავდოთ, თქვათ, პროფესიული ტექნიკური სკილები, არის თვითონ ეს ადამიანები რამდენად კარგად იცნობენ იმ ბრენდს, სადაც მოდიან და რამდენად უნდათ იმ ბრენდში მუშაობა, სადაც მოდიან. რამდენად იჭერენ იმ საერთო ღირებულებებს. ხო, ერთი მხრივ არის კომპანიები, რაც ცნობილია ბაზარზე და მარტივია მათი ბრენდზე წარმოდგენის შექმნა და იცი რომ პირობითად არ ვიცი საქართველოს ბანკში ან TBS ბანკში გინდა მუშაობის დაწყება, იმიტომ რომ ის ესეთი ბრენდია, ეს ესეთი ბრენდია, მაგრამ ბაზარზე ბევრია და მეც მიმუშავე ესეთ კომპანიებში, რომლებიც ესეთ ცნობილი შეიძლება არ იყოს და ესეთ ცალსახა ყოველთვის არ ჩანდეს ამ კომპანიის ღირებულება როგორც ბრენდის. რა უნდა გააკეთო ესე დროს, ხო არ ვიცი. შეხვიდე მათ სოციალურ ქსელებში, საიტზე, წაიკითხო, დაუკავშირდე, დააფოლოო მათი მარკეტინგის ჰედი, HR-ის ჰედი, წარმოდგენა შეიქმნა და შემდეგ უკვე მოემზადო, ხო და ძირითადად რა პრობლემასაც ვაწყდები ხოლმე, რომ ადამიანები ბრენდინგში სამუშაოდ მოდიან ბრენდებთან ისე, რომ არ იციან რომელ ბრენდებთან მოდიან. ამ ბრენდს რა ღირებულებები აქვს, რისთვის იბრძვის, რამდენად ახლოს არის მათთან და მერე გასაუბრების პროცესში აღმოაჩენენ, რომ რაღაც სხვა თემებთან არის საქმე და ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოწვევა. ამის შემდეგ უკვე მოდის ტექნიკური სკილები, ბაზარზე რამდენად არის ადამიანების ის რაოდენობა, რაც ჩვენ გვჭირდება და ასე შემდეგ. ანუ პირველ რიგში რომ გავიცნოთ ბრენდს, ვისთან გვინდა მუშაობა და ჩვენ რამდენად ახლოს ვართ შინაგანი ღირებულებებით მათთან.
ხო, აი ეს ბალანსი რო არ დავარღვივალ, ჯობია რომ ეხა ჯერ სალომესთან გადავიდე და მე კიდე იქ რაღაც კითხვები მაქვს, მე ჩავეძიოთ უფრო სიღრმეებში. აჰა. სალომე, რას ფიქრობ? ანუ ალბათ იგივე კითხვა მექნება, ოღონდ უფრო მეორე მხრიდან რო შევხედოთ, კანდიდატებს არ ვეძახით, ხო? თუ როგორ არის? კადრებს არ ვეძახით. კადრებს არ ვეძახით. ოკეი, კი ბატონო. აჰა. აი ბოლოს რაც თქვა მარიამმა, უდიდესი გამოწვევა არის, ახლა რაც ისაუბრა, არ იციან კანდიდატებმა სად მიდიან გასაუბრებაზე და ეს ყოველთვის ვაკანსიის ბრალი არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეტწილად პასუხისმგებლობა შენ როგორც კანდიდატს გეკუთვნის, სანამ მიხვალ გასაუბრებაზე აუცილებელია რისერჩი გააკეთო და კარგად მოიძიო, რომელ კომპანიაში მიდიხარ, შეიძლება იმდენად აცდენა იყოს პიროვნული, საერთოდ არ გიღირდეს რო ის კარგვად არც შენ და არც მათ, ხო? ამას ავტომატურად ადამიანი თვითონ ვერ აკეთებს. ჩემთან როდესაც მოდიან კონსულტაციაზე, პირველი რასაც ვეუბნები გასაუბრების წინ ემზადები, აი კი, რავი. რას ნიშნავს რავი? იმიტომ რომ იმხელა სტრატეგია და ფოკუსი ჭირდება გასაუბრების წინ მომზადებას, შეიძლება ერთი დღეც არ გიყოს. უნდა დაჯდე, შეისწავლო ზედმიწევნით, მიყვე, მერე შესაბამისად შენი გამოცდილება უნდა მოარგო იმ კომპანიის ღირებულებას, სადაც მიდიხარ. სხვანაირად თავს ვერ წარმოაჩენ. იმიტომ რომ შენ მარკეტინგის ჰედი გქვია და რა გარკვეულ კომპანიებში მუშაობდი და CV-ში გიწერია, ეს საკმარისი არ არის. შენ რა გააკეთე და როგორ შეესაბამები და რეზონირებ იმ კომპანიის ღირებულებასთან, ეს არის მთავარი აქცენტი, რასაც უმეტესობა ადამიანების ვერ იჭერს. და ღირებულებას და აზრს ვერ ხედავენ. ამდენი რამე რატოა საჭირო ვერ ხედავენ, რომ მე გამოცდილი ვარ? ვერ ხედავენ. შენ თუ არ მიაწოდე ზუსტად ის, რაც ჭირდება იმ მომენტში იმ კომპანიას, ვერასდროს ვერ დაინახავენ და ესე იწყება იმედგაცრუებები და უამრავი ტალანტი ვერ მიდის მიზნამდე, სწორედ იმიტომ რომ ამ პასუხისმგებლობას არიდებს თავს და ეზარებათ. მე დავსვავ ესეთ ორივე მხარის ხალხის გულსაც მოვიგებ, ანუ ადამიანები, რომლებიც სულ ეძებენ სამსახურს და კომპანიები, რომლებიც ასევე სულ ეძებენ და ვერ პოულობენ. ხო, ანუ მე ორივე მხარეს გამიგია, რომ აი ვერ ვნახე, ანუ აი რამდენი ხანია ვეძებ და ვერ ვნახე ჩემთვის შესაფერისი პოზიცია თუ სამსახურით ვარ ვიცი რაც შეგვიძლია დავარქოთ და ბრენდი კომპანია წუწუნებს, რომ აი ამდენი ხანია გამოცხადებული მაქვს და ვერ ვნახე შესაფერისი, აი სად არის აი ეს რატო ვერ ხვდება ეს ერთმანეთს, აი რა იწევს ამ ყველაფერს, ცოტა ზოგადი კითხვაა მართალია, მაგრამ აი სად ცდება ეს ხალხი ერთმანეთს? ძალიან საინტერესო კითხვაა და კომპლექსური. ესე ცალსახაპასუხი რთული ამ ყველაფერზე. ჩემ პრაქტიკაში მე არ მქონია შემთხვევა, რომ ვაკანსია დიდხანს ვერ დამეხუროს, აი ძალიან იშვიათად. ერთი მხრივ იმიტომ, რომ კომპანიებმა პირდაპირ ვიტყვი და მეც კერძო კომპანიების წარმომადგენელი ვარ, უნდა დაამიწონ თავიანთი მოლოდინები კანდიდატებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ეხა რაღაცა არ ეხება ძალიან ისეთ კრიტიკულ ტექნიკურ ნაწილს, ხო? და მეორე მხრივ რაღაც კანდიდატებმა, როგორც სალომემ თქვა, უნდა მოემზადონ ამისთვის. თუმცა კომპანიების მხრიდანაც ვიტყვი ამ ნაწილზე, რომ და მოდი ცოტა იმ ხარეს გავაკრიტიკებ, სადაც ეხლა ვარ და ვცდილობ, რომ შევცვალო ეს ნაწილი, რომ ჩვენ HR-ებმა კარგად ვიცით და უნდა ვიცოდეთ და გვაქვს გამოცდილება რა ხდება შრომით ბაზარზე. თუ ჩემ კომპანიას არა რეალური მოლოდინები აქვს, უნდა შევეცადო, რომ ეს მოლოდინები დავუკორექტირო, მე როგორც HR-მა გავაცნო. HR-ი უკორექტირებ მაგ მოლოდინებს სიტყვაზე მენეჯმენტს, ოკეი. ვერ გეტყვი რომ ყოველთვის გამომდის, მაგრამ ვცდილობ და შევთავაზო ალტერნატივები ამ ნაწილში. აქვე ვიტყვი რაღაც ჩვენი მეგობარი კომპანიის KaiHai ძალიან კარგ მაგალითს, რომელიც IT სფეროშია, სჭირდება მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და იციან რომ ბაზარზე რთულია ესეთი პროფესიონალის ესე ავიღე, მოვიყვანე, დავსვი ამუშავე. ძალიან კარგად აქვთ მათ დამფუძნებლებს საბედნიეროდ გააზრებული. ეს ყველაფერი და ამიტომ მივიდნენ იმ გამოსავლამდე, რომ ბრენდის შენობასთან ერთად გააკეთეს თავიანთი სატრენინგო პროგრამა Accelera, რომელიც ფანტასტიკურად მუშაობს, ძალიან კარგ ტალანტებს უშვებს და თვითონმე თავიანთი თავისთვის და ბაზრისთვის შექმნეს ის კვალიფიკაცია, რაც სჭირდებოდათ. ეს არის ერთ-ერთი ჩემთვის რაღაც ყველაზე კარგი გამოსავალი. თუ კი ესეთი გამოსავლის საშუალება არ გაქვს, რაღაცები უნდა შეცვალო, დააკორექტირო. ჭირდება ძალიან სენიორი წახვიდე შედარებით მიდლზე, ან წახვიდე ჯუნიორზე და შენ რესურსი ჩადო ამ ადამიანში. თანამშრომლის დატრენინგება, განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ვთქვათ, დიდი წილია და ერთ-ერთი ლექციისთვის ვემზადებოდი, ხა სტატისტიკებს ვკითხულობდი, რომ
ისეთ კომპანიებში, რომლებიც თანამშრომლობის განვითარებაში დიდ ინვესტიციას დებენ, ერთი მხრივ მათი მოგებაც უფრო მეტია, თანამშრომლებიც უფრო დიდხანს რჩებიან. დღეს ბაზარზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არის ის პრობლემა, რომ ზუსტად ის ვიპოვო, ვინც მინდა. აი რაღაც LinkedIn-ზე რომ არის რაღაც სახალისო ფოტო, რომ მანდარინში რომ ნიორი არის ჩადებული რაღაც, რომ რამდენად fit არის თუ არ არის. კი, ერგება იმ ნაწილს ერთი მანდარინის ის ლებანი, რასაც აკლია, მაგრამ სრულად fit არ არის, ხო? კარგია რომ გავიაზროთ ჩვენ კომპანიებმა, მენეჯერებმა, CEO-ებმა, რომ რთულია ესეთი ფითის მოძებნა, ჩვენც უნდა დავხარჯოთ რესურსი და მოვძებნოთ მიახლებული ადამიანი მოტივაციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საბაზისო უნარებით, რასაც განავითარებთ და შესაბამისი ეგრეთ წოდებული soft skill-ებით, ხო, რბილი უნარებითაც. ახლა მთლად ისეთი არ არის, უბრალოდ მოვკიდოთ ხელი, ავიყვანოთ და ვიმუშაოთ და ამას აზრი არ ქონდეს. რაღაც ბალანსზე უნდა წავიდეთ, რომ ანუ ადამიანი რომ მოდის იწყებს კომპანიაში მუშაობას, არ ვიცი, 60% არის ეს ადამიანი, რაც მას იმ მომენტში აქვს და 40% არის, რასაც შენ ზემოდან დააშენებ და საბოლოოდ იღებ და უნდა მიიღო ისეთი, ესე ვთქვათ, კადრი არა თუ ტალანტი და თანამშრომელი, რომელიც სჭირდება შენს კომპანიას რა. ამ შემთხვევაში აქცენტს უფრო კომპანიების მხარეზე გავაკეთებ. კი ბატონო. სალომე, რას ფიქრობ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყოველ? აბსოლუტურად გეთანხმები, ეს პასუხისმგებლობა კომპანიის მხრიდან უნდა აიღოთ, რა თქმა უნდა, და ასევე უნდა აიღოს კანდიდატმა. შენ რომ ეძებ კანდიდატს და ის მეორე მხარეს საერთოდ არანაირ რესურსს არ დებს იმაში, რომ წარმოჩინდეს როგორც სწორი კანდიდატი გასაუბრების პროცესში, როდესაც შენ რეზიუმეს ეტაპს გადაალახვინებ, ხო? შეუძლებელია თუნდაც ამ ტექნიკებით, რაც შენ გააზიარეს, სწორი ადამიანი მოკლე დროში იპოვა. ადამიანებმა უნდა მიხვდნენ, რომ სამუშაოს მოძიება არ არის რაღაც გამართლება, იღბალი. შენ უნდა იცოდე ზუსტად რა გინდა და სად გინდა. ამის მოძიება დღეს ძალიან მარტივია. რისერჩის გაკეთება, ზუსტად რომელ კომპანიაში გინდა, მსხვილ ბრენდებთან გინდა მუშაობა, სტარტაპებიც გაკმაყოფილებს ამ ეტაპზე, ვის რა რეპუტაცია აქვს, გადაკეთე ვინ მუშაობს, როგორი წარმომადგენლები არიან. LinkedIn ამისთვის არაჩვეულებრივი პლატფორმაა, ხო? გარკვეულწილად რეპუტაცია იქმნება კომპანიების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლების, შენ მიდიხარ რისერჩს აკეთებ, ეკითხები, პირდაპირ reach-out-ი გაუკეთე, მიწერე, როგორი სიტუაცია, ბევრი ძალიან გულწრფელია და მოდის კომუნიკაციაში შემოდის, ხო? ამიტომ სამუშაოს მაძიებლებს რაც აკლიათ დღეს და ამას არავინ არ ასწავლეთ და მათი ბრალიც არ არის, ბოლომდე არ მინდა რომ დავადანაშაულო, სამუშაოს მოძიება ცალკე სამუშაოა და ცალკე სამსახურია და ეს მოითხოვს იმაზე მეტ რესურსს და ენერგიას და დაგეგმარებას, ვიდრე დღეს საშუალო სტატისტიკური ადამიანი აკეთებს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უმეტესობა ეძებს მუდმივად სამსახურს და სწორ ადგილს ვერ პოულობს. შენ თუ იცი სად მიდიხარ, იმ ადგილზე აუცილებლად მიხვალ თუ სწორად მოემზადები. ხო, მაგრამ აი რო ავიღოთ ჩვენი რეალობა დღევანდელი, ანუ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ეძებს სამსახურს. კი. ხო, ანუ ეხლა ჩვენ საუბრობთ, რომ რაღაცა აი გააზრებული რო გაქვს შენი dream job-ი და რო იცი, რომ იქ უნდა ვიმუშაო მე და წლები რო მართლა ყველაფერს აკეთებ, რომ იმ კომპანიაში მოხვდე, იმ პოზიციაზე, იმ გუნდში, რაღაცა კი, მესმის ეგ ძალიან ლამაზად ჟღერს და რაღაცად კი, მაგრამ რო ავიღოთ ეხლა ჩვენი რეალობა, რა რეალობაში ვცხოვრობთ, ადამიანები ეხლა მე თუნდაც აგენტოს მეილზე ხშირად მიმიღია ადამიანებისგან წერილი, ასე ვთქვათ, რომელთაც უნდათ ჩვენთან მუშაობა, მაგრამ რაღაც ზოგს გამორჩენია და მეილში მინახავს აბსოლუტურად ინდუსტრიაში, ვინც კი სააგენტო არსებობს, ყველასგან გაგზავნილი, ანუ ყველას რო გამოგვიგზავნა, ესე რო ვთქვათ, CC-ში რო ვიყავით ყველანი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის რაღაცა შეიძლება red flag-ი იყოს რაღაც კუთხით, რომ აი ხო აი თითქოს ის სიტყვები რაც გამიზიარა, მე აღარ მეკუთვნის რა, პერსონალურად ჩემთვის, ეხლა მარტო ჩვენ რომ მენახა რომ მე მომწერა, ალბათ ვიტყოდით რომ ნახე რა როგორი მოტივირებული ხო რაღაცა გული ამით ჩუხდებოდა, მაგრამ ანუ მე ხვდები რომ რეალურად ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც უბრალოდ სჭირდება დასაქმება სამსახური და თulis რომ აქვს რაღაცა უნარები და თulis რომ შეუძლია მაგალითად ამ ინდუსტრიაში, მარკეტინგის ინდუსტრიაში ეს გამოიყენოს. და არ ვიცი, შეიძლება ნებისყოფა არ ყოფნით ამ ადამიანებს, რომ აი ამდენ კომპანიას რო უგზავნი შენ თავს, მე ალბათ თითქოს იღლები, იფიტები, ხანდახან ცოცხასიაძე ხარ, ხანდახან მოწყენილი ხარ, ხანდახან დამარცხებულად გრძნობ თავს, ხანდახან რაღაცა შემოგიტევს ეს შენი ის რომ აი მოდი ხა ახლიდან გადაული ყველა კომპანიას და აი მაგ სიტუაციაში აი ეგეთ ბრძოლაში მყოფ ადამიანებს, რომელსაც უნდათ მართლა რომ დასაქმდნენ, ოღონდ ბრენდი არ აქვს ეს ჩამოყალიბებული. აი მაინც
უნდა გაითვალისწინონ ის ეხლა რაც ვცაუბრობთ, აი ეგ არის ძალიან საინტერესო რა. დამოუკიდებლად ძალიან რთულია. შენ სწორად აღნიშნე, უმეტესობა მარტივად იხლება და ნებდება. მოტივაცია ქრება მაქსიმუმ ერთ კვირაში რა. აი წარმოდგენა სამუშაოს მაძიებელს როგორ ეძე გავაგზავნე 10 კომპანიაში და ერთი კვირაა ველოდები და არავინ არ დამიკავებს. ერთი კვირა რა არის? მე ვეუბნები, მიდი კიდე მიყევი და სხვა გზების ცადე. ეხა მეილზე თუ არ გიპასუხა, LinkedIn-ზე დაუკავშირდი, ოღონდ სწორად მიაწოდე შენი თავი. Mhm. ის შაბლონური ტექსტები და CC-ში ჩასვა, რაც შენ დაგემართა, ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ ხვდები, რომ სტანდარტულად ეძებს სამსახურს და მარტო ხელფასი ჭირდება, ხო? ნამდვილი ღირებულების ჩვენება ყოველთვის მუშაობს. ოღონდ ერთ კვირაში და ორ დღეში არ ხდება ეს ყველაფერი და ამ პროცესს როცა მარტივად ვერ უმკლავდებიან, მაშინ მიმართავენ კოუჩებს, კარიერის კონსულტანტებს, რომ აი თითქოს ვიცი რა მინდა, მაგრამ ვერ მივდივარ მიზნამდე და მანდ ვერთვებით ჩვენ. კარიერის Mhm. კონსულტანტი მარტო რეზიუმეს გადარჩება ხო არ არის. მთელი პროცესია. მოტივაცია ყოველთვის მეორებ ძალიან ცოტა ხანი ნარჩუნდება ყოველთვის განსაკუთრებით სამუშაოს ძიების პროცესში და ის დაჟინებულობა და სტრატეგიული მიდგომა დისციპლინასთან ერთად ყოველთვის ამართლებს. უბრალოდ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ უცებ არ ხდება კარგ პოზიციაზე მოხვედრა, სასურველი სამსახურის პოვნა, ძალიან დიდი შრომა და მიყოლაა საჭირო Mhm. პროცესისთვის. თუ დაიღალე, დაისვენე 1-2 დღე, მაგრამ ის რა ერთ კვირაში არაფერი არ გამომივიდა, ამ ქვეყანაში არაფერი არ არსებობს, ეს არის ძალიან მცდარი შეხედულება. რაღაცა დააკელი და ნაადრევად დანებდი. ყოველთვის Mhm. ამას ვეუბნები და მერე საბოლოო ჯამში შედეგებს ვდებთ, იმიტომ რომ პროცესს მივყვებით და ეს მოტივაცია როცა ჩაქრება ხოლმე მივანთებ და ესე Mhm. შემდეგ. ხო, ეხლა კი ვფიქრობ რა ჩამჭრელი როგორ ვისარგებლო ამ მომენტით და ეს ადამიანები მოკლედ აქ რო არიან, როგორ გამოვიყენო ეს მოცემულობა. ძალიან ხშირად გამიგია, რომ კომპანიები არ აბრუნებენ უკავშირს იმებზე, რა ქვია, ხო? კი. და ხალხი წუწუნებს, ბრენდები ილანძღებიან ამის გამო. ხო შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა რეპუტაციული ზიანიც ჰქვია ამ ყველაფერს, როცა კანდიდატს არ უბრუნებ საკმარის უკავშირს. რატო დავიჯერო იმდენი საქმე აქვთ HR-ებს კომპანიებში, რომ შეუძლებელია ყველას დაუბრუნო უბრალოდ რაღაცა მარტივად უთხრა, რომ მადლობა შენი გაწეული რაღაცა შრომისთვის, სამწუხაროდ სხვა კანდიდატზე შევაჩერეთ ის, ხო? ანუ რავი, წესით მარტივად შეიძლება. აი, რატო? არც ისე, მოდი ვაღიაროთ ახლა გულწრფელად, რომ უამრავჯერ ყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. მე თქვით ახლა გულწრფელად, რომ მე ბევრჯერ არ დამიბრუნებია პასუხი. გამომრჩენია ან ბევრი რაღაც Mhm. ობიექტური ამხსნელი მიზეზის გამო, ან თუნდაც არა ობიექტური მიზეზის გამო. ან დამვიწყებიან რაღაც, ხდება ესეთი რაღაცები. ეს ახლა მეორე მხარე არის საკითხის. რეალურად ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ბაზარზე იმდენი CV შემოდის, რომ ახლა რთულია ყველაფერს, ანუ რთულია რომ ყველაფერს აუვიდე, Google-ი არც ერთი კომპანია არ არის საქართველოში. მეორე მხრივ არც ისე მარტივია. აი თუ პირობითად შედარებით ისეთ პოზიციებს, რაც არის ეგრეთ წოდებული front office-ის პოზიციები ან რაღაც უსაფრთხოებიან მძღოლიან რაღაც ამ პოზიციებზე, იმდენი კანდიდატი შემოდის, იმდენი, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ყველაფერს თუმცა გაუმკლავ. ავტომატიზაციებიც არსებობს. ეს არის მეორე პრობლემა. ეს არის მეორე მელოდია. საკითხი, ანუ სხვა თემა, რაზეც უნდა ხო. ვიმუშაოთ და ვიზრუნოთ, რომ გააკეთო ავტომატიზირებული, რაც ახლა მოდი ძალიან HR პრობლემაში ხო. გადავა, რომ არც ერთ CEO-ს არ უნდა ანუ owner-ს, რომ რაღაცა შენს მარტივ $20 სოფტში ფული ჩადოს, იმიტომ რომ იმ $20 სხვა რაღაცას გააკეთებს. ეს მეორე საკითხია. რთულია, ბევრი მიზეზის გამო რთულია. ამ რა თქმა უნდა რეპუტაციულია ეს საკითხი და რა თქმა უნდა ძალიან ღირს რო სოციალურ არ გადაიხადო. ღირს, მაგრამ ეგ ხო რთულია, რომ ზოგადად დავაჯეროთ ადამიანებს ფინანსებს განსაკუთრებით, მაგრამ შესაძლებელია ხა გამოუვალი ამ ნაწილში, ესე ვთქვათ, არაფერი არ არის. თუნდაც ის მომენტიც, რომ ეხა არ ვიცი, მე ვიზე ვლაპარაკობ ბევრჯერ მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ CV გავაგზავნე და მივიღე არ მივიღე უკავშირის თემაც რო იყოს, რომ კი, ეხა ავტომატურად ავაწყო, მაგრამ მქონია ესეთ შემთხვევები, რომ ეგეთი სისტემა არ ყოფილა ბაზარზე და ვერც ვერაფერი უკავშირი ვერ დამიბრუნებია და ძალიან მიჭირდა წვალება. ამიტომ ძალიან ვერ გამსჯი იმ HR-ებს, ვისაც ამის საშუალება არ აქვს. ანუ მართლა რთულია და მართლა ადამიანური მომენტია, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა შენ ხარ ერთი HR-ი ან ორი მაქსიმუმ, თუ პატარა ან საშუალო ზომის კომპანია და კანდიდატების ზღვა არის და ამის იქეთ მათთან დაბრუნების იქეთ შენ თანამშრომლების ზღვა ყავს უკან, რომელსაც ბევრი რამე უნდა გაუკეთო და მოუწესრიგო. ამიტომ რთულია ეგ ყველაფერი და მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ამ ყველაფერს ვერ ახერხებენ, არ ვიცი. ცალსახად გეთანხმები, რომ ეგ გასაკეთებელ მოსაგვარებელი პრობლემაა და სუსტი წერტილია, ამიტომ ეს კომპლექსური, ესე ვთქვათ, საკითხია.
არიან კომპანიები, რომლებიც კარგადაც ხა დიდი კომპანიებისგან მე სხვაგვარი მოლოდინი მაქვს, მაგალითად, არ ვიცი, 1000 კაციანი, 2000 კაციანი კომპანიებისგან, ისეთი კომპანიებისგან, რომლებიც მაგეთგან უფრო მოვითხოვდი. ხა სახელები რო დავაკონკრეტო, რომ LinkedIn-ზე რო გამოდიან, Instagram-ზე რო რაღაც და TikTok-ზე რომ კარგი პეიჯები აქვთ შექმნილი და აპიარებენ, რამდენად კარგი კომპანიები არიან და მე მივიღე არ მივიღეს არც კი გიპასუხებენ. მაგეთგან ვითხოვ და მკაცრი ვარ ხოლმე მეც, მაგრამ თუ არის რაღაც ის პატარა საწარმო კომპანია, თუნდაც შეიძლება სააგენტო, ან რაღაც ის, რომელიც ეხლა იწყებს ან შუა ეტაპზეა და განვითარების მაგნაწილზეა, ისინი თუ პასუხს არ აბრუნებენ და მათი HR-ი თუ რაღაცა 9 საქმეში ერთად, იმიტომ რომ HR-იც არის, ოფის მენეჯერიც არის, შესყიდვებიც და რა ვიცი მე დირექტორიც როცა საჭიროა, მაგეთგან ესეთი კრიტიკული არ ვიქნებოდი ხოლმე რა. ეს ყველაფერი ბრენდზე და რეპუტაციაზეც არის მიბმული და ამ შემთხვევაში დიდმა კომპანიებმა კარგი იქნება რომ გაითვალისწინონ. ხერხს კანდიდატის მხრიდან რთულია რომ მოითხოვო ეგ რაღაცა აზრი არ აქვს. ანუ მეც კი ვყოფილვარ ეგეთ სიტუაციებში რომ LinkedIn-ზე რომ მიმიწერია კომპანიის HR-ისთვის, არაჰედისთვის, თქო რეკრუტერისთვის რომ რაღაც კომპანიისთვის რომელსაც ამბიცია აქვს, რომ საუკეთესო employer branding-ს აკეთებს, 2 თუ 3 კვირა გავიდა და ჯერ პასუხი არ დამბრუნებია, არამედ კითხვა მქონდა ვაკანსიასთან დაკავშირებით. ან მე მინდოდა, ან რეკომენდაციის გაწევა მინდოდა, მან ხო არ იცის, ანუ არც კი გაუხსნია, ეს ძალიან უხერხულია რა. ეგ ნაწილი მოკლედ ის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხშირად ხდება ხოლმე ეს წუწუნები და მაგით გამახსენე. ეხლა მინდოდა მე თქვა, უკუკავშირის მისაღებად კანდიდატებიც არ არიან მზად. ძალიან კარგია, ყველას გჭირდება იმის თქმა, რატომ არ აგვარჩიეს, რას გვიწუნებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან პირადულად იღებენ კანდიდატები ამ ყველაფერს, ისე რომ ქვეყანა იქცევა, რასაც ქვია, რას ქვია, არ მოვეწონე და რა მაქვს მაგის დასაწუნი. ჩემთან ესეთი პრეტენზიებით მოდის და მე ვინახე უკეთესე. კი, ჩემზე უკეთესი ჩვენზე უკეთესები არსებობენ, ყოველთვის ვიტყვი ჩემზეც, თქვენზეც, ეს ჩვეულებრივი მომენტია, ამიტომ პირადად ნუ მიიღებ. ესე იგი, შენი ადგილი არ არის. ან შენ დააკელი რაღაცა გასაუბრების პროცესში და ვერ გააკეთე, ან უბრალოდ მის ღირებულებებში ვერ რას ნიშნავს კომპანიის ღირებულებაში ვერ ჩავჭექი. ამასაც ვერ იგებს და მარტივად ვუხსნი. შეიძლება გარემო იმდენად მეგობრულია, შენ ზედმეტად ფორმალური ადამიანი ხარ და გასაუბრებაზე ეს დაბრკოლება არის და ვერ ჩაჯდები მაგათ გუნდში. ეს არის ღირებულებაში, რომ ვერ ჩაჯდები. და ამით უნდა გადაწყვიტონ კანდიდატი. კი, უნდა გადაწყვიტონ, იმიტომ რომ შენ 8 საათზე მეც ატარებ ისეთ გარემოში, სადაც ყველა მეგობრულია, ღიაა, გახსნილია და შენ მოჭიმული ადამიანი ხარ, ძალიან ფორმალური, საჯარო სექტორში რო გამოდგები რა. ესე იგი, აცდენა ღირებულებებში და არ მიგიღებენ, რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყო. შენ ხო გქონია ცხოვრებაში მომენტი, რომ ძალიან მაგარი პროფესიონალი მოდის შენთან, ხელს ჩამოგართმევს, მაგრამ რაღაცა ტიპაჟურად არ მოგივიდა გულთან, იმიტომ რომ შენს ხასიათში არ ჩაჯდა. მან არც რეზიუმე გიშველის, არც LinkedIn პროფილი გიშველის და არც სწორი, ასე ვთქვათ, შენი გამოცდილების წარმოჩენა, იმიტომ რომ ეს განწყობები და ღირებულებების თანხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია გასაუბრებაზე და ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. მარტო ტექნიკურ ნაწილზე არიან ადამიანები ორიენტირებული. შეიძლება ტექნიკური ნაწილი მნიშვნელოვანია ფინანსებში, სამშენებლო სექტორში, სადაც მართლა საჭიროა ესეთი ადამიანი, ვინც რაღაც პრობლემას მოგიგგვარებს და შეხება ნაკლებად გექნება, მაგრამ დილიდან საღამომდე რო შენ ადამიანთან უნდა იჯდე, ის გარკვეულწილად შენთან ახლოს უნდა იყოს პიროვნულად. და თუ ამაში აცდები, ამას ვერაფერი ვერ შველის, უბრალოდ უნდა გადახვიდე შემდეგზე და მოიძიო ისეთი გარემო, რომელიც შენ შეგეფერება. ამის ახსნა გვიწევს. მე მიწევს მაგალითად კანდიდატი, რომ ვუხსნი მე რეგებულობენ. უბრალოდ მუდმივად ჭირდება ამ ხალხს ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ შეიძლება უარი მოგივიდეს და რატომ შეიძლება ის შაბლონური მეილი, რომელსაც HR-ები ზოგჯერ იწერებიან ხოლმე, არის ეგეთი მომენტებიც, რომ დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის, მაგრამ სხვაზე შევაჩერეთ არჩევანი, ავარჩიეთ კანდიდატი, რომელიც ჩვენს კომპანიის ღირებულებებთან უფრო ახლოს არის. ეს სიმართლეა. რაც სიმართლეა, მაგრამ მეილის აზრს ვერ გებულობენ და ბრაზობენ. ეს შაბლონური ტექსტი რა არის, ხო უნდა მითხრან, მე რა უნდა გამოვასწორო. და ყოველთვის ვეუბნები შენ, რომ იმან გითხრას რა უნდა გამოვასწორო. ხო, მაგრამ ეგ არის მოთხოვნა, ანუ რამე სტანდარტი არსებობს, რომ აუხსნა ეგ დეტალურად. არა, ეს მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ არ არის კომპანიის, კერძო კომპანიის თუ საჯაროდ, კომპანიის HR-ის მხარის, ანუ კომპანიის მხარის ვალდებულება შენ აგიხსნას რა უნდა გამოვასწორო შენ. კეთილი ნება, როცა მეც მქონი, მე
ფიზიკურად ვერ დავწერე ხა დღეში 10, 20, 100 კანდიდატზე ყველა გასაუბრების შემდეგ დეტალურ ახსნა განმარტებას თან ეტაპებსაც ხო Mhm. გაჩნია აჰა. პოზიციასაც გაჩნია და შორტლისტის დონესაც გაჩნია ხო ანუ მქონია შემთხვევები რომ უკითხავს კანდიდატს რომელიც იყო აი აყვანის ტკიპზე ესე ვთქვათ და მე ისე მოხდა რომ არ ავიყვანეთ ბევრი მიზეზის გამო Mhm. ვთქვათ და უკითხავთ რომ აი მე რომ ძალიან კარგი გასაუბრებები გავიარე ძალიან დაემედებული ვიყავი რა მოხდა და ვუხსნი რომ აი მე ამ ესეთ კანდიდატს ვუხსნი რომ ბოლოს რაც მქონდეს кейსი რომ იცი რა არის რომ ყავდა მეორე კანდიდატი რომელიც ამ გამოცდილებაში შენ გჯობნიდა და მე ამ მომენტში მჭირდებოდა ეს გამოცდილება უფრო მეტად ვიდრე ის სკილი რა უნარიც და სკილი რა სკილი ჩვენ Mhm. გაქვს ეგეთი შემთხვევები ხდება ხოლმე მაგრამ მე არ ვარ სამწუხაროდ ვალდებული თუ ვერ ვიზამ ფიზიკურად ძალიანაც რომ მინდოდეს რომ ყველა კანდიდატთან ეს ყველაფერი დეტალურად გავიარო ხო. კი. რთულია უბრალოდ ზუსტად. პრაქტიკაში ეს წარმოუდგენელია ჩამჭრელი მსგავსი. პასუხია ხოლმე კონტრარგუმენტი მოდის რომ აი მე ხომ და ვიცოდე რაში ვარ სუსტი და რა გავაუმჯობესო სამომავლოდ და მე მგონი ჯერ ჯობია რომ პასუხის კულტურა ხო. დაინერგოს რა საბოლოოს თქმა უნდა. ბრენდების მხრიდან და მე გადავიდეთ ხო, დეტალურ ავტომატურიც კი, ფიდბექებს. კი ბატონო, ის რომ არ გადავიდა კანდიდატის ხო. შემდეგ ეტაპზე, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ კანდიდატების უმეტესობა თვეები ელოდება ერთი გასაუბრების შემდეგ კომპანიას და ამ ერთი თვის განმავლობაში რეზიუმეებს არ აგზავნიან. ანუ წარმოიდგენ მაგრამ არის რომ ეგ მივა ძალიან არის გასაუბრებაზე და ის აუცილებლად დავრეკავს, იმიტომ რომ კარგი განწყობით გამოვიდა იქიდან. ნუ უყურებთ განწყობებს. შენნაირი იქ ასი შედის ვეუბნები. გატყუებენ მეგობრებო. კარგ ხასიათზე კმაყოფილი გამოვიდა HR-მა გაუღიმა მენეჯერმა გაუღიმა და აი მე მირეკავენ ხოლმე და აი ძალიან კარგად ჩაიარა და მე როგორი სახით ვისმენიც აი ღმერთო ნეტავ შენი ცოდე რომ ეგ არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ კონკურენცია დიდია და ეს არის ეთიკა ელემენტარული რომ ადამიანს თუ გაგიმართლა ისიც კარგად და მეგობრულად დახვდე ხო აი ეს განწყობები რაღაცა ინფანტილიზმში გადაზდით და იმდენად უღარიათ რომ ერთი თვეს ხედან სახლში და უკუკავშირს ელოდებიან და მერე ბრაზდებიან ველოდებოდი უკუკავშირს და არ შენ აქამდე რა გააკეთე ვეუბნებოდი მეორე დღესვე დაიწყე სამსახურის მოძება არა იმიტომ რომ იმ გასაუბრებამ კარგად ჩაიარა ანუ ძალიან აცდენაა და ნეტა გქონდეს ჩვენ HR-ებს შერჩევის პროცესში ის მდგომარეობა რომ 10 ძალიან კარგი გასაუბრება ჩავატაროთ 5 ჩავატაროთ კმაყოფილი ვიყო 5 ძალიან კარგი და არჩევანზე იყოთ რომელი ერთი ავირჩიოთ არა სამწუხაროდ არ არის მაგის საშუალება მაგრამ ერთი ტიპი რაც მინდა რომ გავაზიარო რაც ქართულ ბაზარზე ძნელნელა ჩვენც უნდა დავამკვიდროთ არის ის რომ კომუნიკაცია თუნდაც LinkedIn-ზე მარკეტინგში ხარ მარკეტინგის დირექტორთან მარკეტინგის ჰედთან რომელიმე თანამშრომელთან LinkedIn-ზე დამეგობრება მესეჯის გაგზავნა ინტერესის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც ზოგჯერ ნუ დაელოდები იმ ვაკანსიაზე HR-ი როდის დადებს და მხოლოდ რეკრუტერს რომ მიწერ იმიტომ რომ ნიშნულოვანია გავიაზროთ რომ HR-ი და რეკრუტერი არ არის მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები, ანუ მათზე მოდის ალბათ 40% და 60% მოდის უშუალო ხელმძღვანელზე, ამიტომ ამათთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოძებნე იმ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი. Follow-up-ი, როგორც თქვა ქართულად ბოდიში ტერმინებს, მაგრამ follow-up-ი გავაკეთოთ გასაუბრების შემდეგ. ან თუნდაც გასაუბრების შემდეგ და ეს კარგი პრაქტიკა მივიღე ამერიკული ბაზრიდან, მათ შორის როცა ხა ვუყობოდი სალომეს რომ ყავს მეგობრები და შემხვდნენ ადამიანები, რომელსაც იქაურ ბაზარზე მივიღიათ გამოცდილება და ერთ თუ დრო გვაქვს ერთ ესეთ кейს მოვყვები, მოკლედ ეხლა მიმდინარე სამსახურში ბოიგარსისთვის ვარჩევდით მენეჯერის პოზიციაზე. თანამშრომელს და ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ზოგადად ამ პოზიციაზე, უბრალოდ მოთხოვნა რა, სამუშაო მოვალეობა ამ პოზიციის არის რომ follow-up-ი გაუკეთოს თავიანთ კლიენტებს და მომხმარებლებს. როდესაც ეს ადამიანი მოვიდა გასაუბრებაზე, ნორმალურად ჩაიარა, ანუ არ ახვრთოვან, ნორმალურად ჩაიარა. გასაუბრებიდან რამოდენიმე დილით რომ იყო საღამოს follow-up მეილი გააკეთა ჩემთანაც და ამ პოზიციის უშუალო ხელმძღვანელთან. ანუ შევიდა LinkedIn-ზე მოძებნას თორ დაირექტორი, დაიმატა და follow-up-ი გაუკეთა, რომ მადლობა, სასიამოვნო იყო, დაინტერესებული ვარ რაღაც. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიშანი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ზუსტად ისეთ ადამიანს ვეძებდით მენეჯერს ამ პოზიციაზე, რომელიც ხვებს მსგავს რამეს ასწავლიდა და ამ ადამიანს ამერიკულ ბაზარზე ქონდა მუშაობის გამოცდილება, ამიტომ იცოდა კარგად ეგ კულტურა და მინდა რომ საქართველოშიც ეს ყველაფერი დაინერგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს მეტყველებს კანდიდატზე. კი, ძალიან სწორად აღნიშნა და ჩემთან კანდიდატებს ვეუბნები, რომ გასაუბრება თუ მოგეწონა და გინდა იმ კომპანიაში მუშაობა, აუცილებლად 24 საათში მიწერე HR-ს სამადლობელი წერილი.
LinkedIn-ზე, მეილზე, სადაც WhatsApp-ზე, სადაც გქონდათ კომუნიკაცია. იმიტომ რომ ამით შენს დიდ ხასიათს აჩვენებს, თავაზიანობას, ანუ ხდება მოტივაციას, HR-ი ხდება და დამსაქმებელი, რომ ეს ადამიანი მომზადებულია კორპორატიული გარემოსთვის და საკმაოდ ეთიკურია, ხო? და ეს მცირე დეტალია, რომელსაც 1 წუთი უნდა და ზოგს ესეც ეზარება. თუ რაღაცები გვეზარება და ბოლოს არ გამოდის, საკუთარ თავში აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ და დავიწყოთ მუშაობა და განვითარება. სხვანაირად მხოლოდ ცალსახად ხა კომპანია და HR-ი დამნაშავე ვერასდროს ვერ იქნება რა. ეს მინდა რომ კანდიდატებმა გაიგონ. ყველამ ჩვენ თავში კი, ჩავიხედოთ. კი. იცი რა არის, მე მინდა რომ რაღაც ბევრ თემას შევეხო და მოვასწრო და თან არ მინდა რაღაცა დროც არ გვაქვს იმდენი მოკლედ სიამოვნებით ვისაუბრებდით 2 საათს და 3 საათს, მაგრამ რას ვიზავთ შეზღუდული გვაქვს დრო. მე მინდა რომ რაღაცა მთავარი კითხვები დავსვა, რაზეც ძალიან მგონია რომ საინტერესო იქნება თქვენი პასუხები. მინდა რომ ერთი შევეხო პერსონალურ ბრენდის საკითხს, იმიტომ რომ ნუ ეხა ჩვენი პოდკასტიც და ზოგადად ხშირად გვაქვს ხოლმე მაგაზე საუბარი და რა როლი აქვს აი სანამ სამსახურს დავიწყებ ესე რომ ვთქვა და მე ვარ ძიების პროცესში, რას ნიშნავს ეს personal brand-ის შენება, რა ვიცი ხა, მაქვს Facebook-ი, მაქვს Instagram-ზე ჩემ ფოტოებს ვდებ, story-ებს ვდებ, აი რატომ უნდა იყოს ეს გადამწყვეტი, როცა სამსახურს ვიწყებ, ხო, პირობითად, ანუ რატომ უნდა შემიშალოს ხელი ჩემმა TikTok-მა, ხო, ანუ და აი ის ისე მაქვს, ის მაგალითად Facebook-ზე სანათესაოსთვის მაქვს, Instagram-ზე უფრო ცოტა დახვეწილი კომუნიკაცია მაქვს, აი რა როლი აქვს ზოგადად ამ personal brand-ს, რა ხილი არის? დასაქმების მიმართულებით, ხო? აი უდიდესი როლი აქვს. ასე შევხედავთ, ისე შევხედავთ თუ რაღაცა კლიშეთ მოგვიჩვენება და გგონია რომ არ არის მნიშვნელოვანი ადამიანის სულში უნდა ჩავიხედოთ, სანამ სულამდე მივალთ, აუცილებელია ეს სოციალური ქსელები მოწესრიგებული გქონდეს, იმიტომ რომ გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის. შენ რო კომპანიის გვერდზე შედიხარ და კარგი ვებსაიტი აქვს, კარგი პროფილი აქვს, რაღაცნაირად ხო გინდა უფრო მასთან თანამშრომლობა და დობას ხო იმსახურებს, ანალოგიური მდგომარეობაა კანდიდატების მიმართულებითაც. პერსონალური ბრენდი არ ნიშნავს, რომ რაღაცა არარეალური უნდა გააკეთო და ისე უნდა შეიფუთო. ანუ არ უნდა ფეიქი არ უნდა იყოს, ხო? ფეიქი არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ რა მიზანიც გაქვს, იმ მიზნიდან გამომდინარე უნდა იყო მოწესრიგებული და სწორად აჩვენებდეს შენს უნარებს. და ეხლა LinkedIn-ი ამისთვის არის არაჩვეულებრივი პლატფორმა, თქვენ კი იცით, რომ ჩემი პირადი ბრენდი თავიდან ბოლომდე მე დამოუკიდებლად მან დავაშენე. ერთი და იგივე უნდა იმეორო, რაშიც ხარ მაგარი, რა უნარების გადაჭრად შეგიძლია, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, უნდა გამოჩნდე პროფესიონალურად, მარტივ ენაზე ისაუბრო, გასაგებად, დაამყარო კონტაქტები, მაგრამ მანამდე შენი პროფილი უნდა საუბრობდეს შენზე, სანამ გაგიცნობენ. 10 წამია საკმარისი დღეს იმისთვის, რომ რამდენჯერ ვქონია ხა გეხვეწების შემთხვევა, რომ Instagram-ისთვის და Facebook-ისთვის შეგვიხედია და CV-ს მერე განსაკუთრებით ბევრი ვსერჩავთ რა კანდიდატებს ვერ არა, ამას არ დავიბარებ, იმიტომ რომ არ შეესაბამება იმ მომენტში ჩემი კომპანიის ღირებულებებს მისი პრეზენსი სოციალურ ქსელში. ან ზედმეტად შიშველია, ან ზედმეტად თამამია, ან არის რაღაცები. საკუთარ პროფილზე ვერ გაგივლია შენ ან მაშინ უნდა დახურო და არავის არ უნდა მისცე ხო წვდომა. მაგრამ თუ შენ გინდა რომ პოზიციონირდე შრომის ბაზარზე როგორც პროფესიონალი და რეპუტაცია ააშენო ნელ-ნელა, ასეთ დეტალებზე აუცილებლად უნდა ისრონო. ერთია რას ლაპარაკობთ, არის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ სანამ ამას გაიგებს ადამიანი, შენამდე მოსვლის სურვილი ხო უნდა გქონდეს. ხო, ანუ შეიძლება რაღაც კუთხით ის ბლოკერი, რადგან ვამბობდით, კულტურული ბლოკერი რო ახსენეთ, ხო, რომ აი ვერ არ არის ჩვენ შეიძლება ეგ იყოს, რაც ამ სოციალურ ქსელებში დასტალკვის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ ცოტა სხვა ყაიდის ადამიანია. კი. სიფთან ახლოს უნდა იყოს და რომ მივუბრუნოთ თუნდაც ბრენდის და მარკეტინგის მიმართულებით პროფესიებს, კონტენტ კრეატორს როცა ვარჩევ, აუცილებლად ვნახულობ მის აუცილებლად პირველ რიგში ვუყურებ მის Instagram-ს და შეიძლება მისი LinkedIn-ი მითად კრეატორსაც თუ ეგეთ მოწესრიგებული არა. მაგაზე იყო პოსტი ბევრჯერ არის ეგეთი შემთხვევა. აი მაგალითად გვაქვს ხოლმე ხა რადგან მოდის სფეროში ვარ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა როცა ვარჩევთ ხოლმე უფრო მარკეტინგის მიმართულებით პოზიციებს არის სიახლეებს საიდან ეცნობი რომ ვეკითხებით და გვეუბნებიან რომ ან თვითონ ამბობენ, შეიძლება არ ვკითხო, მაგრამ თვითონ ამბობენ რომ მე ვგიჟდები მოდაზე, ყველაფერს ვკითხულობ, მესმის, ვიცი რაღაცა და აი აბა საიდან კითხულობ, სად ეცნობი? წყარო, აი Instagram-ზე ვუყურებ ვიღაცებს გვეუბნება, ან TikTok-ზე, LinkedIn-ზე და მე შედის ჩემი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამოწმებს ფოლოუერებში ვის აფოლოუებს და იქ რომ არ ნახულობს ხა პირობითად რაღაც ისეთ
მნიშვნელოვან სახეებს, რომ კითხვა უჩნდება, რომ საიდან იგებ ამ ინფორმაციას, კი. რაღაც სადღაც ტრენდებს. დახურული ექსპლორში ჯგუფებიდან უგდებს ტრენდებს. შეიძლება. ეგ მე ნაწილი ვცდილობ რომ გამოვაძრინო სიტუაცია. არა, ეგ ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება არ იყო იმ მომენტში იმ კომპანიასთან და პოზიციასთან ახლოს და ცდილობდე რომ პერსონალური ბრენდინგი შექმნა, მაგრამ რასაც შექმნი, შენი CV ახლოს უნდა იყოს რეალობასთან. ეგ ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ხა პოდკასტში შემოსვლამდე სალომეს ვეუბნებოდი, რომ იმდენი კარგი LinkedIn-ი მინახავს და სამწუხაროდ ისეთ ცუდ შედეგამდე მივსურვალ, რომ აი მინახავს LinkedIn-ი, რომელსაც უწერია ზუსტად ის keyword-ები, რასაც ვეძებ და ყოფილვარ ბედნიერი, რომ როგორც იქნა ეს ვიპოვე. დავისვამ ამ ადამიანს გასაუბრებაზე, ან გასაუბრებამდე არც მივარ. ცოტას ჩამოვსკროლავ, წავიკითხავ მის კომპანიებს, სადაც მუშაობს, რა პოზიციაზე და რას ეკეთებს და საერთოდ სხვადასხვა. მესმის რომ ადამიანის პოზიციის ცვლილება უნდა, მაგრამ ეგეთ დროს ხო შეუძლია რომ მარტივად მიუთითოს, რომ ამისკენ გადააწყო. ხო, ანუ ამისკენ მივდივარ, ეხლა ამას ვაკეთებ. ანუ ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმედგაცრუებულები არ დავრჩევთ, არც ჩვენ და არც ისინი. აი მე გამიგია ეგეთი ამბავი ხოლმე, რომ რომელ პოზიციაზეც აგზავნი შენს რეზიუმეს, სასურველია შენი რეზიუმე მოარგო იმ კონკრეტულ პოზიციას. რაღაცა ეგეთი რაღაცები. ხო და მე დამსაქმებლის პოზიციიდან რო შევხედო, გონია ეგ ცოტა ფეიქი რა. აი, იმიტომ რომ ხო. ხო, იმიტომ რომ ანუ მე ეხა პირადად მე რო ავიღო, ხა ჩემი თავი თქვათ, რაღაც 10 ვაკანსია არსებობს, რომელსაც სხვადასხვა რაღაც, მაგრამ მე ხო ერთი გამოცდილება მაქვს, ანუ ჩემი გამოცდილება ხო არ ირცვლება, ჩემი რაღაცა რაც მაგ ნამოღვაწარი ხო იქ მიწერია რეზიუმებში, ანუ როგორ შეიძლება ეს იცვლებოდეს რაღაცა კონკრეტული ვაკანსიების მიხედვით. ხო, ვერ შეიცვლება და აი რატო არის ეგ რჩევა, რომ მოარგე შენი რეზიუმე იმ კონკრეტულ რაღაცა გამოცხადებას. აი ნახე, სტანდარტულად როგორც შენ გესმის, ეხა ძალიან ცუდად ეს მორგება ნიშნავს ფეიქთან და სიყალბესთან. ხო. ეს ასე არ არის. შენ უბრალოდ შესაბამისობა უნდა აჩვენო იმ ადამიანს, რომ რო გაქვს გამოცხადებული სიტყვაზე პროექტების მენეჯერის ვაკანსია სამშენებლო ინდუსტრიაში. არასამთავრობო ორგანიზაციიდან პროექტების მენეჯერის ვაკანსია რო შემოდის, ეს უკვე შეუსაბამოა. თუ შენ სამშენებლო მიმართულებით გაქვს გამოცდილება, მხოლოდ ის წამოწიე წინა პლანზე და მოარგე იმ მოთხოვნებს, რასაც ითხოვს, იმიტომ რომ მხოლოდ პროექტების მენეჯერი რო გიწერია შიგნით, ეს არ იქნება საკმარისი თუ სამშენებლო სექტორის ადამიანები. ანუ უფრო მეტი ისაუბრო შენს რეზიუმეში კონკრეტულად იმაზე, რასაც ითხოვენ. ეს არის მორგების პრინციპი, შენ უნდა აჩვენო დამსაქმებელს ზუსტად ის, რაც იმ მომენტში ჭირდება, მაგრამ ეს ტყუილი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. უბრალოდ ზედა პლანზე უნდა წამოწევ პირველი გვერდის მეც არავინ არ კითხულობს. რეზიუმეს პირველი მესამედია მთავარი. განსაკუთრებით ჩემს შესახებ ტექსტი და keyword-ები პოზიციის. თუ ესენი არ ემთხვევა, არ არსებობს HR-ი დაჯდეს და ის 10 bullet point-ი სტანდარტული ფუნქცია მოვალეობები რომ გვაქვს ჩამოწერილი, ამას არავინ არ წაიკითხავს. მთავარი არის job title იყოს ზუსტად პოზიციის დასახელება შესაბამისობაში. თუ სხვა პოზიცია სახელწოდება სხვა იყო, მაგრამ იგივეს აკეთებდი, ეს ჩაწერე professional summary-ში და გაამუქე, რომ თვალშისაცემი იყოს. ადამიანი ასკანერებს რეზიუმეს თვალით, ეძებს შესაბამის სიტყვებს, რასაც ეძებ. სხვანაირად შერჩევის პროცესით გაგეწელება ერთი კვირა და შეუძლებელი იქნება, ხო, კანდიდატების გასაუბრებაზე მოწვევა. ამიტომ მორგებაში იგულისხმება მიაწოდო კონკრეტულად ის, რაც იმ მომენტში მას ჭირდება. არ არის საჭირო 20 წლის გამოცდილების ქრონოლოგიურად ჩამოწერა 5 გვერდიანი რეზიუმეები. მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რასაც ითხოვენ და ესე იზრდება გასაუბრების ამის მაგალითები მაქვს 2000-ზე მეტი ადამიანი დავასაქმე ზუსტად ამ მიდგომით. იმიტომ რომ გასაუბრებამდე ვერ მიდიოდა ხალხი. რეზიუმეს შერჩევის ეტაპამდეც ვერ გადაიდოდა, არადა მეუბნება რომ აი ამ ვაკანსიაზე მე სრულად შევესაბამები. შევხედავდი რეზიუმას კატასტროფა იყო. მე რო HR-ი ვიყო, ვერასდროს ვერ გავიგებ, რომ ის კანდიდატი შეესაბამება იმას, რასაც ვითხოვ. ამიტომ ვენები იგივე სიტყვებით გადაწერე, შენი გამოცდილება არ მოიტყო, უბრალოდ გადაწერე სწორად, რომ დაანახო, რომ შესაბამისი ხარ. ამას ნიშნავს. მე მაქვს ესეთი ჩამჭრელი კითხვა მარიამთან გადავიდე, ხა, ოღონდ ჩამჭრელს გულისხმობ რას. აი კანდიდატებს კარიერის მენტორები უკვე იმდენად მაღალ დონეზე ამზადებენ, ესე რომ ვთქვათ რა, რომ ხანდახან კომპანიებს უჭირთ გაიგონ, ანუ გასაუბრებაზე მოვა, მაგარ რეზიუმეს გამოგიგზავნის, იქ ისე გაგესაუბრება, რომ შოკი დაგემართება, რომ რა მაგარი ვიღაც ვიპოვეო, მაგრამ მერე
რა იყვან ამ ადამიანს ცოტა შეუსაბამობაში მოდის უკვე საქმეში რაღაცა თითქოს ეს რა გასაუბრებელზე დავალებას თითქოს კარგად გააკეთა რაღაც, მაგრამ საქმეში უკვე რა გამოიწერა და რა მუშაობს. ხო, ჩამომივიდა რაღაცა ეგ და რამე არსებობს, რითაც თავს იზღობს ბრენდი ამ კუთხით, თუ რას უპირისპირებთ ესე მომზადებულ კანდიდატებს თქვენ? პირველ რიგში ესეთი მომზადებული კანდიდატები CV-თ დაწყებული თუნდაც რაღაც ნაწილი გაფეიქებული იყოს, ძალიან დიდი კომფორტია ჩვენთვის გადარჩევის პროცესში, რომ სწორად შევარჩიო. და შემდეგ გასაუბრების პროცესშიც კიდევ უფრო დიდი კომფორტია, იმიტომ რომ პირველ გაცნობით გასაუბრებაზე ადამიანი მომზადებული მოდის და ნაკლებ დროს კარგავს. მეორე მხრივ ხა HR-ების ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და რამდენად ბევრი გამოცდილებაც არ უნდა მქონდეს და რამდენი ადამიანსაც არ უნდა შევხვდე რაღაც დროის განმავლობაში, რთულია განსაზღვრო რაღაც ვადაში ვინ რას როგორ იზამს. თუ ტექნიკური ნაწილი არ არის, დავალება არ მივეცი და ეს დავალებაც ხა არ გააფეიქა და ვიღაც სხვას არ გააკეთებინა. ბევრი პროცესი არის იმისთვის გასაუბრების სხვადასხვა ეტაპები, რომ განსაზღვროთ ეს ადამიანი რეალურად არის თუ არა ის, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება. ესე დროს პირველ ეტაპზე შეიძლება პირველ ეტაპზე გაძვრება სავარაუდოდ პირველი გადარჩევის დროს, მაგრამ მერე უკვე როცა კომპანიას ძალიან გაწერილი პროცესი აქვს შერჩევის და მოდის მეორე ეტაპი, რომელსაც უკვე მენეჯერი ესწრება, მერე კიდე მესამე ეტაპი, რომელსაც უკვე მეორე მენეჯერი ესწრება და რამდენიმე ადამიანი აფასებს, ძალიან რთულია რომ მოკლედ ბოლომდე გაძვრეს ესეთი ეტაპი. რა თქმა უნდა, შანსი არის, ეხლა ყოველთვის არის ამის შანსი, ან თუნდაც რომც არ კონდეს ამის ცდილობა შეიძლება ისეთი ადამიანი აიყვანო, ძალიან მოგეწონოს და მერე საერთოდაც გაფეილდეს და ამის ესეც ცალკე თემა ბევრი მიზეზია, ონბორდინგი იქნება თუ უშუალო მენეჯერი როგორ მართავს ამ პროცესს, მაგრამ და ფიტინგი რამდენად მოხდება ამ ადამიანის, ხო, გამოსაცდელი ვადები მაგისთვის არსებობს. თუმცა რთულია რა ესეთი მომზადებული იყოს ადამიანი, რომ 3-4 ეტაპს კარგად გამოცდილი მენეჯერის რა თქმა უნდა იმსახურებს ამ პოზიციაზე მოხვედრას, ამიტომ ამდენი კარიერის მენტორები არც ვართ და არც მოდიან ჩვენ. არა, ძალიან რთული ამდენი რამის გაფეიქება. ხა მინახავს ბევრი ადამიანი გასაუბრებაზე, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცები წარმოაჩინონ, მაგრამ როცა რაღაც საკითხი არ გესმის და უკვე დეტალებში ტექნიკურად ჩადიხარ, მე უკვე აუცილებლად ირევი. კი ბატონო. თუ ყველაფერს კარგად პასუხობ, ესე იგი იცი და კარგი. კი, აუცილებლად ჩაიჭრები, ადრე თუ გვია, ყველაფერი ფეიქი კარგად ჩანს. კი. ჩვენ აღარ მახსოვს რომ წინა ეპიზოდში მოკლედ შევეხეთ ეგეთ საკითხს, რომ ჩვენმა ერთმა სტუმარმა ახსენა ეგეთის, რომ HR-ებსაც ჭირდება თუ ხანდახანო რომ საუბრობდით მარკეტერების კომპეტენციებზე და ხანდახან როცა კომპანიას არ აქვს ბიუჯეტი, ანაზღაურების საკითხს რო შევეხოთ, HR-ებს უწევთ რაღაცა კონკრეტული რეგალიები, ესე დაარიგონ, რომ მოხიბლონ კანდიდატი იმ კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაოდ. ხო და მე ხა მაინტერესებს თქვენთან დავსვა პირდაპირ კითხვა, რომ მართლა ეგრე რიგდება რეგალიები, როცა ფინანსური სიტყვაზე თანხwebdriver არ არის იმ კონკრეტულ პოზიციაზე, თუ რა ხრიკები არსებობს, რომ ხა პოდკასტიდან გავაჟღეროთ, რომ ხა ისე კი ვიზავთ, რომ ჩვენივე ტოტი მოუჭრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცუდი პრაქტიკაა ეს, კარგი პრაქტიკაა, რა ვიცი, შეიძლება მაგაზეც საუბარი. არ ვიცით რა, რომ ესე რეგალიების დარიგება ალბათ ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ძალიან აფუჭებს ადამიანს, თანამშრომლს და ბევრჯერ მისაუბრე ამ საკითხზე, რომ როცა ადამიანი მზად არ არის რაღაც პოზიციისთვის, დავარქმევთ მას ამ პოზიციას, იმიტომ რომ მე მას ამ პოზიციის შესაბამისი ამბიციები უჩნდება, მაგრამ უნარები არ მიყვება შესაბამისი და ცუდ შედეგამდე მივდივართ და ბაზარით ძალიან ფუჭდება ამ კუთხით. თუმცა მეორე მხრივ ხა მარკეტერებს რაც შეეხება, ბოლომდე ვერ ვიტყვი, რომ ბიუჯეტის არარსებობის გამო ხდება ეს ნაწილი, თუმცა რაღაცებით დაკომპენსირება გიწევს, რომ შენ თუ განვითარება გინდა, მოყვები კომპანიას რაღაც ნაწილში და მე იმ მომენტში თქვათ რაღაც ვადამდე არ მაქვს რომ ბიუჯეტი გაგიზარდო, იმიტომ რომ ყველაფერი განსაზღვრულია, მე შენ დაგიკომპენსირებ იმით რომ მოდი ახლა ამ საკითხს მოგცემ, ამ თემას დაგიმატებ და შემდეგ რაღაც ვადი, შემდეგ რაღაცებზე შევთანხმდით. ძალიან ტექნიკური შიდა საკითხია. ფინანსებს დაგეწევ. კი. თუმცა ახლა ვადი ვაღიაროთ რომ მარკეტერებს და HR-ებსაც გვიყვარს ლამაზი სახელების მოფიქრებები და ესეც ბრენდინგის და შეფუთვის ამბავი არის.
გულწრფელად ვთქვა, რის საწინააღმდეგოც არაფერი არ მაქვს პირიქით. ძალიან კარგია, თუმცა ეს სახელი ხა რა თქმა უნდა ადეკვატური უნდა იყოს ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, პოზიციის და ფუნქცია მოვალეობების. ამიტომ მთლად ეგრეც არ არის, რომ რაღაცა თანხით ვერ უკომპენსირებ და მხოლოდ პოზიციებს ურიგებ და აძლევ. თუმცა არა მარკეტინგში, მაგრამ სხვა სფეროებში, აი უფრო პროგრამირების კუთხით, შემიძლია გითხრა, რომ ბევრ კომპანიას ბაზარი გაუფუჭებია, სახელმწიფო პოლიტიკა და ბაზარი გაუფუჭებია, იმიტომ რომ რაღაცა ყველას რაღაც ასწავლა, ყველას ჯუნიორი დაარქვა, ყველას კარგი ხელფასი მისცა და შემდეგ გამოვიდა, რომ ის კომპანიები, რომლებსაც უფრო მაღალი მოთხოვნები აქვთ ბაზარზე, უჭირთ ადამიანების მოძიება. მარკეტერების კუთხით ნაკლებად შემხვედრია ესე გაფუჭებული ბაზარი, უფრო ხოლმე სახელებით რაღაც ამბიციები ჩვენ არის. შეგხვედრია სამაგიეროდ საქმეში გაფუჭებული. ხო, იცი რა მაინტერესებს სალომე, შენ როგორ უყურებ ამ საკითხს ზოგადად? თუ არის უფრო თქვენ მხარეს ეგ ტკივილი, რომ რაღაცა ძირითადად მომართავენ მოლოდინების დონეზეც, ხელფასის გაზრდა მინდა და არ ვიცი როგორ დავიწყო, მენეჯერი ვიყავი. ხო. გადავდივარ რეზიუმეში და 2 წლამდე გამოცდილება არის მარკეტინგში, HR-ში. ახლა ვფიქრობ 2 წლიან გამოცდილებაში რა უნდა მოასწრო ამდენი, რომ მენეჯერი გერქვას და თან ხელფასიც 3000-დან 4000 ეს არის რა მოლოდინები. ყველაფერს ვაკეთებდი ამ კომპანიაში 1 წლის მანძილზე. რაღაც ეს 1 წელი დრო იმდენად მძაფრად აღიქმება კანდიდატებში, გონიათ რომ 1 წელი თუ ყველაფერს აკეთებდა, ესე იგი ავტომატურად მაღალი ხელფასი ეკუთვნის. ვეუბნები შრომის ბაზარს აქვს თავისი წესები. ჯუნიორი არის 1-დან 2 წლამდე, 2-დან აი 3-დან უკვე იწყება მიდლი და 5 პლუს უკვე არის სენიორი. ეს ეტაპები გასავლელია იმისთვის, რომ შენ პოზიციონირდე როგორც ძლიერი კანდიდატი. იმიტომ რომ მენეჯერი გერქვა და 2 წლიანი გამოცდილებაც არ გაქვს, ძალიან რთულია. მაშინ აი როგორ უნდა წარსდგე გასაუბრებაზე იცით ხო რა ის შედეგებზე უნდა წარმოიჩინო დაამტკიცო არგუმენტებით რომ შენ მაგარი ხარ მეთქი და ეს ძალიან რთულია ერთი ადამიანისთვის გასაკეთებლად. ამიტომ მოდი ცოტა ეტაპობრივად მიყევი, განვითარდი, რა უნარები გაკლია შენ ამ მიმართულებით, ამასაც ჩაეძი, ამასაც არ ეძიებიან. მარკეტინგში რამდენი რამეა სასწავლი და რამდენი ტრენდი ჩნდება და რამდენ რაღაცას უნდა დაეწიო, ხო? აი სოციმედიას მართავდი და მარკეტინგის მენეჯერი მერქვა, მეუბნებიან ხშირად. ანუ სოციმედიის მენეჯერი ხარ. შეიძლება ვიტირო, კი. ნუ აი ესე კომპანიის ბრალიც არის მაგ შემთხვევაში რა ქნას ამ ადამიანმა სოციმედიის მენეჯერი გახადა უცებ მარკეტინგის მენეჯერის, მე პიარიც ეს იყო, კომუნიკაციებშიც ეს იყო და მოდის და მეუბნება პოზიციონირება მჭირდება, არ ვიცი ვინ ვარ, რა გავაკეთო, მაგრამ მენეჯერი ვიყავი. მე ვთქვი, არც მენეჯერი იყავი, არც სოციმედიაში ხარ ხა ძლიერი, იმიტომ რომ ვაკურდები რომ 2 თვე სოციმედიას მართავდი, 3 თვე იმას აკეთებდი, ფაქტობრივად დაკარგულია ეს ადამიანი რა. და იმიტომ რომ დაკარგულია და ხელფასიც არ არის საკმარისი და ფუნქციებშიც არეულგადარეულია, ბოლოს ეუბნებიან რომ მოდი შენ მარკეტინგის მენეჯერი იყავი და ყველაფერი გააკეთე ცოტ-ცოტა. მერე მოდიან ეს ადამიანები, აქვთ მოთხოვნები რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი, ხელფასის შესაბამისი მინდა და აი ერთი დიდი ქაოსია. მაგრამ შრომის ბაზარს აქვს თავისი წესები, ძალიან კარგად იცის მარიამა და გინდა არ გინდა ამას უნდა მიყვე. 2 წლიანი გამოცდილების ადამიანი მენეჯერი ვერ იქნები. რაც არ უნდა მაგარი უნარები ქონდეს. ძალიან კარგი კანდიდატი ვარ შეიძლება და ძალიან ნიჭიერი ვარ და პროცესში ბევრ რამე ვისწავლე, მაგრამ დრო თავისაც შვება, გამოცდილება აუცილებელია და ესეთი მცირე დროში ვერ გავხდებით პროფესიონალები. და მენეჯერობა კიდე უკვე რაღაცა ძალიან დიდ პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული. ერთ დეტალს დავაზუსტებ, რომ ჩვენი შრომითი ბაზარი საკმაოდ სპეციფიურია და მენეჯერი არ აღიქმება ისეთ მენეჯერად, როგორც შეიძლება საერთაშორისო ბაზარზე აღიქვან. მენეჯერი ჩვენთან არის უფრო სპეციალისტის დონე, იმიტომ რომ HR მენეჯერი პირობითად, ხა HR-დან რო გამოვიდეთ, HR მენეჯერი პოზიციის დასახელებაა და მენეჯერს არ ნიშნავს. არ ნიშნავს ადამიანს, რომელიც ვიღაცებს მართავს. HR სპეციალისტი და HR მენეჯერი თითქმის ერთი ლეველია. როცა კომპანიაში ერთი HR-ია, ის არის HR მენეჯერი და არა HR სპეციალისტი. ნუ შეიძლება იქ HR ჯენერალისტიც დავუძახოთ. ამიტომაც ცოტა არეულები ვართ საქართველოში, რასაც ვუყურებ ამ დასახელებების ნაწილში და ეგ საკმაოდ კრიტიკულია. თუ კი ერთი მარკეტინგის თანამშრომელი ყავს კომპანიას, რომელიც ცოტ-ცოტა ყველაფერზე ამიდებული, ეს ადამიანი მარკეტინგის მენეჯერია.
მაგრამ არა ის მენეჯერი, რომელიც არის ბევრწლიანი, ესე ვთქვათ, გამოცდილებით და კი, ამიტომაც რეკრუტინგის დროს ბაზრის ცოდნაც ესე კი. გვეხმარება ჩვენ HR-ებს რომ შევარჩიოთ, თუმცა თვითონ ამ ადამიანებსაც უნდა ქონდეთ გაზრებული, რომ მე თუ HR მენეჯერი ვარ, ეხლა დირექტორობა, Mhm. შემდეგ არ არის არ ესე არის. მარტივი, ხო. ბევრი ეტაპი უნდა Head of გავიარო. marketing არის და მარტო თვითონ და გუნდი არ მუშაობს. ყავს. კი. ხო და გუნდის მეორე გარეშე. ხა სახელების ესე დიახ. დარქმევა იცი რა შეიძლება კომპანიამ შესთავაზოს, მაგრამ HR-ს ცოტა ზღვარი უნდა ქონდეს ამ ნაწილში და Mhm. თვითონაც ცოტა შინაგანად უნდა ქონდეთ ეს თემა, რომ კი. ხა მე რომ HR დირექტორი დავირქვა და მარტო ვიყო, რომ მკითხავენ გუნდში რამდენი წევრი ყავს, ვის მართავო, ხო. უნდა ვუპასუხო, რომ მხოლოდ საკუთარ თავსთან კი. ანალოგიურად. კი, ხო. მე მინდა ესეთი კითხვა დავსვა, რომელიც ასევე ხშირად შემხვედრია და მე პირადად მტკივა ხოლმე და არაერთხელ მithქვამს ამ საკითხზე აზრი დამიფიქსირებია. კურსებით ნასწავლი პროფესიები. მინდა ესე დავარქვა რა, ხო და ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა თუნდაც ჩვენთან სააგენტოში, რომ აი აქვთ რაღაცა კურსები გავლილი რაღაცა, მაგრამ არანაირი გამოცდილება არ არსებობს, ხო? მხოლოდ ეს კურსის ის და თითქოს ეს კურსი ითვლება გამოცდილებად ხოლმე რა, რაღაც ისე უწერიათ ხოლმე, რომ აი მე ეს კურსი მაქვს ამის ის და რეალურად ნუ მართლა არ იცის ამ ადამიანმა ჯერ არაფერი რა და აი მაგ იმას რა ქვია, არ ვიცი, ისტორიას, კურსების ისტორიას რა შეიძლება ეშველოს თუ აი ბრენდები როგორ უყურებენ, ჯერ ეგ არის საინტერესო, როცა კანდიდატს ეს აქვს და მე თქვენი აზრით საინტერესო. ძალიან გულწრფელად ვიტყვი რაღაც უფრო ინდივიდუალურად ვცდილობ რომ ადამიანები განვიხილო და არ ვუყურებ საერთოდ ვის რა კურსი აქვს გავლილი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როცა ესეც ნაწილში მოდის ადამიანი, ვისი საუნივერსიტეტო განათლებაც ბევრს არაფერს არ მეუნება ან არ ემთხვევა მის სამუშაო გამოცდილებას, დიდად არ ვუყურებ ამ კურსებს. ჩემთვის არანაირი რელევანტურობა არ აქვს. ჯუნიორის, ანუ მე მაშინ რა ვაქვს უნდა ორი გქნას, ხო? კურსი გავლილი, არსად არ მიმუშავია, უნივერსიტეტი დავამთავრე რაღაცა სხვა, არ ვიცი, როგორც ყველა ალბათ ოჯახმა ამირჩია რაღაცა პროფესია. იშვიათად და ერთის თან ხო, განათლება რაღაც არ და ემთხვევა, მაგრამ მე ვარ რაღაცა აი თვალებიდან შენი. ვაბდღვიალებ ისენი და თქვენთან მუშაობ. ჩემთვის და ჩემ პრაქტიკაში როგორც ვცდილობ რომ დავაყენო ეგ ნაწილი, ეს მაინც უფრო ინტერშიპის დონე არის და კურსის გავლა ჯუნიორობა სამწუხაროდ არ არის. კურსის გავლა არის ბიძგი თეორიული ცოდნა მცირე იმისკენ, რომ შენ რომელიმე კომპანიაში მიხვიდე სტაჟიორად, გააგრძელო, რა ისწავლაც დაიწყე და რაც თეორიაში წარმოდგენაში გაქვს, მე პრაქტიკაში გადაიტანო. აქაც ნუ ესე ვთქვათ, პროფესიას და პოზიციასაც გააჩნია, ისევ მარკეტინგის ირგვლივ რო ვიარო, რომ ესე ვთქვათ, ვისაუბროთ, სოციმედია მენეჯმენტის კურსი, რა თქმა უნდა, დამხმარია ჩემთვის იმ სტაჟიორისთვის, ვისაც ავიყვან ამ მიმართულებით, რომ წარმოდგენა აქვს ამ ნაწილზე და ნოლიდან არ ვასწავლი ყველაფერს, თუ შეიძლება უნივერსიტეტში მარკეტინგში ეგ ნაწილი არ ისწავლოს. მაგრამ აი რაღაც მნიშვნელოვანი წილი როლი არ ექნება ამ ნაწილში და მე თუ სტაჟიორს ვეძებ, მივადგები პირდაპირ პირობითად, არ ვიცი, რეკლამაში ვარ ჩამოთვალოს, მოდი რომელიმე ესეთ ტიპის დაწესებულებას, ვისაც სხვადასხვა კურსები აქვს და ვეტყვი იქნებ შენგან ვინმე მომცე, ვინც სწავლობდა, ესწრებოდა რაღაცა და მე მაინც ინდივიდუალურად შევარჩევ, თორე ხა კურსი გავიარე, CV გავაგზავნე, სალმემ სწორად ახსენა, რომ მესამედი არის, რასაც ვკითხულობ. არ ჩავდივარ იქამდე, რაც ბოლოში, ესე ვთქვათ, უწერია. ზევით დაწერეთ მეგობრებო. თავში დაწერეთ, მე სულ ზევით უწერ ხოლმე და აჩნია მიზანს. სალომე, რას თქვი ამ მიმართულებით? რას ვიტყვი და ამის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სტაჟირებები გაიაროს დამწყებმა. ამ კურსებით ხალხი გადაივსო, კარგადაც იყიდება ეს კურსები როგორც ჩანს და ძალიან მივესალმ კურსი აუცილებელია, იმიტომ რომ ზოგად თეორიულ განათლებას გასწავლებს და მერე შენ წყვეტ, რამდენად მოგწონს ის მიმართულება, რაც დაიწყე, ხო? მაგრამ რეალობა სხვა არის. შრომის ბაზარს სჭირდება შედეგი. რა შეგიძლია? საერთოდ არ აინტერესებს ცხოვრებაში არავის არ მოუთხოვია, არც ჩემთვის, არც კანდიდატებისთვის, რა დაამთავრე, რამდენი დიპლომი გაქვს, ყველა გეკითხება, სად გიმუშავია, რა პროექტებზე გიმუშავია და რა შედეგი მოგიტანია, ხო? ჩვენ ვიხდით, შრომის ბაზარი იხდის ფულს იმაში, რომ შენი უნარები იყიდოს, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა სჭრი კარგად. შენ თუ პრობლემას ვერ ჭრი ჯერ და დამწყები ხარ, აი 1%-ია საქართველოში კომპანიები, ვინც ინვესტიციას ჩადებს შენში და იქეთ გასწავლის, თან დაგაფინანსებს და ამაში ხელფას მოგცემს. ეს არის ძალიან ცუდი ახალგაზრდებისთვის და ამიტომაც ვერ ვითარდება უმეტესობა და იცვლის პროფესიებს. იმიტომ რომ შესაბამისი ანაზღაურება არ ჩანს და სამსახურს ვერ იწყებენ. მე ვეუბნები ყველას გამოსავალს.
რადგან სტაჟირება არ არის და ამ კურსებით შენ სამსახურს ვერ იპოვი, შენ თვითონ შექმენი შენი სტაჟირება, რას ვგულისხმობ? ხო გინდა რაღაცა მარკეტინგის მენეჯერობა, ხო გინდა? მოდი დაიწყე უფასოდ მუშაობა ამ მიმართულებით. ნებისმიერ ადამიანს დაეხმარე, სტარტაპებს მიწერე, ახლობელს მიწერე, მცირე ბიზნესი თუ აქვს, რაღაცაში გამოიყენე ეს შენი თეორიული გამოცდილება, ასე შენს უნარებსაც გამოწვრთნი, გამოცდი, რამდენად მაგარი ხარ ამ თეორიაში და შედეგებს დადებ. ეს შედეგები შეინახე, გადაწერე კარგად რეზიუმეში და დაიწყე დაკონტაქტება შემდეგ უკვე კომპანიებთან. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა კომპანია დაინტერესდება შენით, შენ თუ სტატისტიკას მიაწვდი. ციფრული მარკეტერი ხარ, მაინტერესებს ბუსტებით რამდენი დაინტერესებული ლიდი მოვიდა. მე მიყიდა არ ეგ უნდა უკვე დავუბუსტოთ ციფრულ მარკეტერებს უთხრათ. ხო. ბუსტია ბუსტია. გამოვიდა. ხო, აი რამდენს შეაგროვე სტატისტიკა, მაგრამ ამას პრაქტიკის გარეშე ხო ვერ დაანახებ ადამიანს, ახლა ვიძახოთ, რომ აი ეს კურსი გავერი, ეს კურსი იმას აინტერესებს, შენ რა გააკეთე და რა შეგიძლია. შენ თვითონ შექმენი შესაძლებლობები. მე ასე დავიწყე ნულიდან. და არასდროს არ წამიგია. ძალიან ბევრმა ვინც მომყვა და ამ რჩევას ასე ვთქვათ მიყვა, ძალიან კარგი შესაძლებლობები მიიღოთ, იმიტომ რომ მე ის უფასოდ ნამუშევარი არის შენ თავში ინვესტიცია, რომელიც სამომავლოდ შენს კარიერაში ძალიან გეხმარება. ვიცეხოთ არ არის სტაჟირება და გავიქცეთ ამ ქვეყნა რაღაცა როცა არ არის და შენ გინდა, შენ თვითონ უნდა გააკეთო. თუნდაც უფასოდ, რაღაც პერიოდი არ აქვს მნიშვნელობა. ამაზე ძალიან მედავებიან. უფასოდ თითიც არ უნდა გაანძრიო და ასე შემდეგ. ძალიან კარგი გამონათქვამია და არც მე არ მიყვარს უფასოდ მუშაობა, მაგრამ მე ხომ აქვს მიზანი. არავინ არ მოვა შენს გადასარჩენად, არც მთავრობა არ მოვა შენთან, არც ადამიანი არ მოვა და არ გეტყვის, რომ მოდი მაგარი კურსი გაქვს გავლილი და წამოდი და ეხლა მე დაგაწყობებ საქმეს. ამიტომ მოძებნე გამოსავალი რა და დადე შედეგი. შედეგის მერე აბსოლუტურად ყველა კომპანია თუ არა უმეტესობა მაინც დაინტერესდება შენით და შანსს მოგცემს. ხო, მე მაქვს კიდე ერთი კითხვა, რაც ბოლოსკენ რო გავიდეთ და მოკლედ შევაჯამოთ. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ძირითადად უფრო დამწყებ მიმართულებებზე რა, მაგრამ არსებობენ უკვე გამოცდილი კადრებიც, რომლებიც აქტიურად შეიძლება არც ისე აქტიურად, მაგრამ განიხილავენ რაღაცა პოზიციის ცვლილებას და რაღაცა უკვე რაღაც სხვა სამსახურში გადასვლას რაღაც. აი ესეთ შემთხვევაში უფრო განსხვავებული არის მოქცევის წესები თუ აი როგორ ხდება თუ აი ხშირად გამიგია ხოლმე რომ რაღაცა სინიორ დონის ვაკანსია შეიძლება ესე LinkedIn-ზე არ დაიდოს და რაღაც უფრო რეკომენდაციების დონეზე არჩიონ ვიღაც, არ ვიცი, აი რა ხდება მაგ მიმართულებით, საინტერესოა. ოკეი, მოდი მე დავიწყებ მაგ ნაწილზე, რომ ხო, ერთ ნაწილში ვთანხმდებით, რომ ძალიან მაღალი რგოლის პოზიციები რთულია გამოსაცხადებლად, ბევრ დეტალს მოითხოვს, ბევრ ყურადღებას HR-ის მხრიდანაც რო შეარჩიოს და კომპანიის მხრიდანაც. სინიორებს მთლად ვერ გავიყვანდი ამ ნაწილში, თუმცა აი მოდი ვისაუბროთ საოპერაციო კომერციულ დირექტორებზე და C-level-ზე, ესე ვთქვათ. ესეთი ვაკანსიები იშვიათად იდება ხოლმე, ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაც ეგეთი. ამ დროს მიდის ან headhunting-ი, ან რაღაც outsource კომპანიის დაქირავება, ან პირდაპირ ესე ვთქვათ კომუნიკაცია დაინტერესებულ ადამიანებთან, იმიტომ რომ სანამ ამ ადამიანს დავუკავშირდებით, ბევრი დეტალია გასავლელი. მათაც ინტერესი უნდა ქონდეთ და გამოხატონ, მაგრამ რაღაც კარგად უნდა შევისწავლოთ ის კომპანია, სადაც არის იმ კომპანიის შედეგები და მიღწევები, შემდეგ ამ ადამიანის პერფორმანსი იმ კომპანიაში, რაც მარტივად საჯარო ინფორმაცია და შეიძლება მოიკითხო, როცა C-level-ზე არის, ესე ვთქვათ, საუბარი ამიტომაც ნაკლებად იდება. თუმცა მეორე ბარიერი, რასაც ქართულ ბაზარზე ვაწყდებით, რომ რატომღაც ესეთი ლეველის ადამიანები ცოტა ზედმეტად ჩემი აზრით თავს იფასებენ და თვითონ ნაკლებად გამოხატავენ ხოლმე ინიციატივას. მესმის, რომ სადღაც კარგად ხარ, კომფორტულად ხარ, არ განიხილავ ცვლილებას, მაგრამ თუ კი ცვლილებას განიხილავ, არ უნდა დაელოდო რა როგორ დაიდება და როდის დაიდება. ანუ შენით რო შეეხმიანო, არ ტეხავს საქართველოში ზოგადად სამწუხაროდ ეგრე ხდება და კარგი იქნება, რომ შევცვალოთ, რომ არ ტეხავს კომპანიის მიმართ ინტერესის გამოხატვა. რა ლეველზეც არ უნდა იყო, თუნდაც HR-ისთვის ან headhunter-ისთვის მიწერა. შეიძლება ხა LinkedIn-ზე არ გამოდო პოსტი და არ დაწერო, რომ სამსახურს ვეძებ ან განვიხილავ, თუმცა ესეც ძალიან მისაღებია, მაგრამ შეეხმიანო ამ ადამიანებს, გამოხატო აზრი და არ ვიცი, სივრცეში იტრიალო, კაბინეტში მჯდომი, რთულია მოძებნო რაღაც შესაბამისი პოზიციან, კაბინეტში მჯდომი რთულია იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც თუნდაც სხვა headhunter-ი გაიგებს, თუ კი ძალიან ცნობილი კომპანიის CEO ან რაღაც დირექტორი არ ხარ, ხო? აი რაღაც კონტაქტები დაამყარო სივრცეში გახვიდე, პირდაპირ ხალხში გახვიდე, ხალხში გაერიო. networking-ი გამოიყენო, აი რაღაცა ზუსტად 100%-ით
გეთანხმები, ჩვენ ამ თემებთან ახლოს ვართ და ძალიან კარგად ხვდებით რა გამოწვევებია და რატომღაც გონიათ, რომ კარიერის მენტორთან მარტო ჯუნიორი მოდის და დამწყები. ამ დროს ჩემი მომხმარებლების 80% C-level-ის კანდიდატებია, იმიტომ რომ არ იციან შესაძლებლობები სად იპოვონ. და მე მიყურებენ როგორც headhunters ბჭყალებში და კარიერის მენტორი HR-იც არის, მათთვის headhunter-იც არის, მოკლედ. მაგრამ მე მივაგენი გამოსავალს C-level-ის კანდიდატებისთვის, რომ ეს პრობლემა მათთვის გადაიჭრას, სასურველი იქნებოდა ვაკანსიები იდებოდეს, მაგრამ ეს ასე ხდება. ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი ადამიანებისთვის რეპუტაცია, რეფერალი ძალიან მნიშვნელოვანია რა. ნებისმიერ ქვეყანაში, ვისაც უცხოვრია საზღვარგარეთ, იმანაც ძალიან კარგად იცის. ამიტომ ესეთი ივენთების ნაკლებობა საქართველოში არის. ან არის და არიციან და ინფორმირებულები არ არიან კანდიდატები, იმიტომ რომ ბევრის გამქონია, რომ ეს networking-ზე მსმენია, მაგრამ რა არის ზოგადად networking-ი, სად უნდა მივიდე, ვისთან უნდა მივიდე, რატომღაც მიეჩნიათ, რომ ეს არის ხვეწნა, მუდარა, დამეხმარე სამსახური მაპოვნინი. არა. networking-ი მარტივად რა არის? ადამიანური ურთიერთობების აგება და ამის შენარჩუნება. ზოგჯერ დახმარებაც კი, ერთმანეთს უნდა დაეხმარო ამ დროს, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად ეხა მე შენ არ გიცნობ და დაგირეკო და სამსახური გთხოვო, ხო და არ არსებობს, რომ ესე ვინმე ხელი გამოგიწოდოს. ჯერ უნდა გაიცნო ადამიანი, დაეკონტაქტო, რაღაცა მოგეწონება მისი პოსტენ შეხედულება, დაუკომენტარე, პირადში მიწერე, გააბი საუბარი, ძალიან ბუნებრივი უნდა იყო ამ პროცესში და ასევე ივენთები არის ძალიან მნიშვნელოვანი C-level-ის კანდიდატებისთვის. ეხლა ზუსტად გამიმართლა და მაქსიმალურად ყოველას ვეუბნები ჩემს მომხმარებლებს და C-level-ის კანდიდატები ვინც არიან, 2-3 ოქტომბერს Networking Georgia აკეთებს ძალიან დიდ ღონისძიებას, რომელიც მიზანმიმართულია სწორი კონტაქტების დამყარება. იქ იქნება სასიამოვნო საღამო, სპიკერებიც, გამოსვლებიც, მათ შორის სპიკერიც მე ვიქნები. ამიტომ ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის და მნიშვნელოვანი ღონისძიება, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რაღაცა PR-ი ჭირდება ამ ყველაფერს, მართლა საჭირო, იმიტომ რომ მთელი ჩემი საქმიანობა networking-ის წყალობით ჩამოვაყალიბე, იმიტომ რომ მე ვიყავი აქტიური და ასეთი ივენთები ძალიან დაეხმარება ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს, რომ ერთმანეთში გაცვალონ კონტაქტები და კარიერული შესაძლებლობებიც მოიზიდონ დრო და დრო. შვენიერი, მოკლედ ძალიან ბევრი თემა იყო, რაზეც შევეხეთ, ვეცადეთ მაქსიმალურად ყოველ შემთხვევაში რაღაცა ცოტა ისეთი ინტრიგნულიც ყოფილიყო. არ ვიცი რამდენად გამომივიდა მეგობრებო, მაგრამ იმედია რომ თქვენი ასე ვთქვათ გულის წადილით ავასრულე და გავაჟღერე ის კითხვები, რაც თქვენ გქონდათ. თუ არა და დამიწერეთ კომენტარებში და იქნებ შემდეგში დავსვათ ეს კითხვები და შევიდეთ უფრო სიღრმეებში. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ესეც საინტერესო საუბრისთვის და დავემშვიდობები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. დროებით შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს ისევ ეთთოქის ახალი ეპიზოდით.